ბატონი თემურ შაშიაშვილი გამორჩეული ფიგურაა ქართველ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეთა შორის. პარტიას, რომელსაც იგი ხელმძღვანელობს, აქვს მტკიცე იდეოლოგიური ბაზისი და ქართული სახელმწიფოს განვითარების, აღმავლობისა და წინსვლის გამოკვეთილი სამოქმედო პროგრამა, შედგენილი ინტელექტუალური ელიტის მიერ ზუსტი სამეცნიერო გათვლების საფუძველზე. თავად ბატონი თემური შინაური კაცია მეცნიერთა და ხელოვანთა შორის. აფასებს როგორც პრაგმატულ, ასევე შემოქმედებით ნიშს. იშვიათია იგი დააგდეს რომელიმე მნიშვნელოვან პრეზენტაციას თუ იუბილეს, საერთო მნიშვნელობის დღესასწაულს თუ გლოვის ცერემონიალს. არ გამოხატოს თავისი პოზიცია თუ თანადგომა. სულ ბოლო დროს ბატონი თემური ვნახე ამ რამდენიმე თვის წინ ზუგდიდში, როცა იგი დადიანების კარის ეკლესიაში დასვენებულ ჩვენ საერთო მეგობარ ოთარ ჭეթანავასთან გამოსამშვიდობებლად მიდიოდა. უშენდა თებერვლის ცივი, სუსხიანი წვიმა და ამ თავსხმაში უქუდოდ და თავდახრილად მოდიოდა ბატონი თემური. სამუდამოდ დამახსოვდა ეს კადრი. ადამიანურად იქნებ ჩვეულებრივი, მაგრამ საკმაოდ უჩვეულო ჩვენი დროისთვის, როცა ტრადიციული ქართული ძმობა და ერთგულება სამწუხაროდ დევალვაციას განიცდის. თემურ შაშიაშვილი სწორედ ის კაცია, რომელიც ჩვენი ისტორიული ტრადიციების სადარაჯოზე დგას და თავდაუზოგავად ემსახურება მათ დაცვა-განვითარებას. გულითადად ულოცავ მას დაბადების დღეს და უსურვებ კიდევ დიდხანს, ძალიან დიდხანს ედგეს ჩვენს საქართველოს ერთგულ სარანგად.